ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგიცვათ და მადლი, წყალობა, სინათლე არ მოაკლოს ჩვენს გულს, გონებასა და სულს და ჩვენს ცხოვრებას. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედა ეკლესია და მშვიდობა არ მოაკლოს მას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მესამე კვირა დღეს დიდი მარხვისა, არის ჯვრის თაყვანისცემის დღე, გილოცავთ გუშინდელ დღეს, დიდი დღესასწაულია, მთელს სამართლმადიდებლოში არის 40 სებასტიელის ხსენება, მათი ცხოვრება მართლაც გამორჩეული და ძალიან ცნობილია და ვინც არის ის შევახსენებ მართლა როგორ გავს ჩვენს ხანდახან ყოველდღიურობასაც ეს ყველაფერი. სებასტია ეს არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე იდგა ჯარის რაღაცა ნაწილი. რომის ჯარი, როგორც ყველა ჯარი, სხვა ნაწილებად იყოფოდა. ეს იყო კოჰორტა, მანიპულა, ლეგიონი და ასე შემდეგ. და იყო ერთი პატარა ჯგუფი, რომელიც აღმოჩნდა უცებ არ აქცევდნენ ყურადღებას. კარგი მეომრები კი იყვნენ, წესიერი პატიოსანი ხალხი კი იყო. და ერთ დღეს მოხდა ისე, რომ მსხვერპლი უნდა შეეწირათ. კერპებისთვის მოითხოვეს, რომ ყველა ჯარისკაცმა იგივე უნდა გააკეთოს და ამ ჯგუფმა თქვა უარი. ეს ჯგუფი შეიპყრეს, ძალიან მოკლედ ხვევი ახლა ამ ისტორიას და წამების ესეთი მეთოდი მოუფიქრეს, რომ ჩააყენეს გაყინულ ტბაში და ცოცხლად უნდა გაყინულიყვნენ ისინი. და იმისთვის, რომ უფრო მეტად გაექეზებინათ ამ მსხვერპლის შეწირვისთვის, იქვე მოუწყვეს პატარა სამსხვერპლო ნაპირზე, იქვე თვითონ ცეცხლი დაანთეს, თბებიან, ჭამენ და ასე შემდეგ ეს ჯალათები და ეუბნებიან, რომ გამოდი კაცო, ჩვენ ახლა მსხვერპლის შეწირვა წარმოგიდგენია, რომ ხარი უნდა დაკლას ვიღაცამ და ყოველთვის ასე არ იყო ხოლმე. მსხვერპლის შეწირვა ძალიან ბევრნაირი არსებობდა. ზოგჯერ იყო შეიძლება რაღაცა პატარა სამსხვერპლო მოწყობილი და უბრალოდ ორი მარცვალი საკმეველი უნდა დაეგდო ადამიანს იმ წარმართული კერპისათვის, მეტი არაფერი. აი ორი ნამცეცი საკმეველი. ან შუბლი მიედო, ან რაღაცა თავისი ბეწვი დაეწო, ან რაღაცა ესეთი. არაფერი არ იქ არ გეგონოს, რომ ყოველთვის რაღაც დიდი რიტუალი იყო ჩასატარებელი. მაგრამ ეს არის უკვე ის წითელი ხაზი, რომელსაც ვერც ერთი ქრისტიანი თუ უნდა რომ ქრისტიანი ეწოდებოდეს, ვერ გადააბიჯებს. იქ გარეგნულ სახეზე კი არ არის ლაპარაკი 10 ხარი დაკალი თუ მტრედი დაკალი თუ კაცი შეწირე თუ ბავშვი მსხვერპლად იმ კერპებს თუ პატარა საკმეველი. იქ არის მთლიანობაში უკვე ამ ღმერთის ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის უარყოფაზე და გმობაზე საუბარი და ეს ხალხი ამბობს უარს. მტკიცედ დგანან ამ ტბაში და ყველას გინახავთ მათი ცნობილი ხატიც, რომელიც საქართველოშია გადარჩენილი. ჩვენ მოსალოცად რო ვიყავით, ვნახეთ კიდეც გახსოვთ არა სვანეთში. და აქაც სრული ასლია და იარუსებად როგორ არის თითქოს ეს 40 კაცი დაყოფილი და ქვემოთ აიარუს იმყოფებს, როგორ ცოტა უფრო ისეთი დახრილი აქვს სხეულები, როგორ უფრო ჭმუნვარე არა, მაგრამ უფრო ისეთი დაძაბული აქვს სახეები და თანდათანობით შუა რეგისტრში და ზედა რეგისტრში როგორ იმართებიან და საერთოდ როგორ უნათდება ასე ვთქვათ სახე და ყველანაირი დაძაბულობა მოშორებული. ეს არის სულიერი გამტკიცების ეტაპები, როდესაც ზოგჯერ თითქოს და ერთი პატარა ნამცეცი გინდა რომ აქეთ წახვიდე თუ იქით წახვიდე და ერთი რო გაძლიერდები, ერთი რო საკუთარ თავში გამტკიცდები და დალაგდები, მერე უკვე ყველაფერი სხვანაირად არის. და უფალი სხვანაირად გაძლიერებს უკვე იმ გზაზე, რომელსაც მტკიცე დაირჩა. და აი ამ ჯალათთაგან ერთ-ერთმა დაინახა, ესენი უკვე ფიზიკურად ხო ხედავენ, სულიერი თვალი რა თქმა უნდა დახშული აქვთ ამ ჯალათებს. მაგრამ იქითაც ადამიანები არიან, ღმერთმა იცის ყველა ადამიანის გული. ღმერთმა იცის ვიღაცა რაღაცას რო აკეთებს, იმ დროს ის რას ფიქრობს და რას განიცდის. და როგორც ჩანს, ერთ-ერთი კაცი არ იყო მთლად დასაკარგი კაცი და ღვთისგანგებით ის მოხვდა მაინდა-მაინც აქ. და ფიზიკურად ხედავენ, რომ უკვე სიკვდილის პირას არიან ეს ჯარისკაცები, ტბაში ჩაყენებული 40 ადამიანი. და იხილა ერთ-ერთმა ჯალათთაგანმა როგორ გაიხსნა ზეცა.
და როგორ მოდის 40 ანგელოზი მწკრივად და როგორ მოაქვთ 40 თითო ულამაზესი გვირგვინი, რომლითაც უნდა შეიმკონ როგორ ჩანს ესენი. ვერ ხვდება ჯერ რა ხილვას ხედავს. იჩერებია ზეცას ეს ჯალათი და ეს ხედავს, სხვები ვერ ხედავენ. და უცებ დაინახა რომ ამ ანგელოზებიდან ერთ-ერთი ძალიან დამწუხრდა და ამ გვირგვინიანა უკან გატრიალდა. და ზუსტად ამ წუთას იხილა რომ აქ ტბაში ჩაყენებულმა ერთმა კაცმა ვეღარ გაუძლო ტკივილს და თქვა რომ ამომიყვანეთო ტბიდან და ამოვიდა და მსხვერპლი შეწირა კერებს. და ამან რომ დაინახა ეს ხალხი რომელიც კვდებოდა თურმე რისი ღირსი უნდა გახდეს, იქვე შეენაცვლა მას ეს ჯალათი, რომ მე ჩავდგებიო ამ ტბაში და ჩადგა და თვითონ გახდა მე-40. და 40 სებასტიის ტბაში წამებული ამ 40 ჯარისკაცის ხსენება არის განსაკუთრებული და იცით თქვენ რომ დიდ მარხვაში ზოგადად წირვა რასაც ქვია სრული წირვა არ ტარდება ხოლმე. ტარდება მხოლოდ შაბათ კვირას ღვთისმსახურება სრული წირვა და ტარდება სხვა დღეებში პირველ შეწირულის ლიტურგია. ანუ კვირას შეწირული ძღვნით ვეზიარებით ხოლმე, მერე 4 შაბათი იქნება პარასკევი თუ სხვა რომელიმე დღე. და აი სულ არის რამოდენიმე დღე მთელი დიდი მარხვის განმავლობაში. როდესაც ტარდება წირვა, ეს არის ხარება თუ დაემთხვა და აი ერთი ეს არის 40 სებასტიელის ხსენება თუ დაემთხვა. წელს ისედაც შაბათს დაემთხვა და ამიტომ ჩვეულებრივი წირვა დაემთხვა ისედაც და ჩატარდა, მაგრამ სხვა დღესაც რო დამთხეოდა პარასკევს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, სრული წირვა ჩატარდებოდა. უძველესი დროიდანვე, აგერ უკვე 16 საუკუნეა თითქმის, ეკლესიამ ასე განაჩინა, რომ ამ 40 ადამიანის პატივად აი ეს ყოფილიყო დაშვებული, რომ საგანგებოდ მათთვის წირვა, სრული წირვა, რასაც ქვია, ძღვნის იმ დღეს შეწირვა აუცილებლად აღსრულებულიყო და არ მოკლებოდეს მათი მეოხება და მათი მადლი. ისინი ესე ჯგუფურად აი ჩვენი ტაძრის ახალ ხარჯზეც არიან. ერთ მხარეს 300 არაგველია გამოსახული და ერთ მხარეზე 40 სებასტიელი კი იცით თქვენს და შუაში სახელობითად არიან გამოსახული დიდი წმინდა მხედრები. ცენტრში რა თქმა უნდა წმინდა გიორგი, მერე ივანე თორნიკე, დავითი, კონსტანტინე და ასე შემდეგ, კონსტანტი კახი და სხვები და სხვები. ამიტომაც ჩვენს ძვირფასებო ეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ არის ხოლმე რაღაცა რისი შანსიც გეძლევა, რაღაცა ჯვარი აიღე შენ თავზე და იმას მიუყვები, იმას შეძლების დაგვარად პატიოსნად უნდა ატარებდე და ატარებდე უნდა აუცილებლად თავმდაბლობით. ატარებდე უნდა რაღაცნაირად თვინიერებით, გონიერებით. არა ტრაბახით. დღეს ჩვენ სახარება წავიკითხეთ, ხომ, რომელსაც უნდოდეს რომ შემომიდგეს მე, აიღოს თავისი ჯვარი და გამოყვას. და ვინც მე არ მაღიარებს ამ ქვეყნად და შერცხვებაო ჩემი სიტყვისა, ან ჩემი არც მე არ ვაღიარებ მამის წინაშე და ანგელოზები არ აღიარებენო მათ. საშინელებაა, ხო, პირს რო ისე ნაცნობი რო პირს გიქცევს, რაღაცა სუფრაზე რო შეხვდება და ნივიჟუს გაგიკეთებს, იმაზე გეშლება ადამიანს ნერვები და წარმოიდგინეთ ღმერთი რო გეტყვის რომ არ გცნობ შენ და უფლის ანგელოზები რო ზურგ შეგაქცევა. ღმერთო ყველა დაიფარა. ღმერთო ყველა გადაარჩინე რა თქმა უნდა. ამიტომაც ჩვენც აი ამ პირობას გვიდებს უფალი, რომ უნდა მისი სახელის აღმსარებლები და ამღიარებლები ვიყოთ. და ამას ჭირდება აუცილებლად როგორც ყველაფერს, ამასაც ჭირდება ოქროს შუალება. მაგალითად, მინახავს ადამიანი, რომელიც და პირადად ვიცნობ, ზოგადად ძალიან პატიოსანი და ძალიან კარგი კაცია. 2008 წლის ომის დროს მანქანაში უნდა ჩავჭდეო, ეხლა უნდა წავიდეო და ომი ახალი ჩავლილი იყო, სექტემბრის ბოლოა. და უნდა ჩავჭდე ეხლა მანქანაშიო, წავიდეო და უქადაგო იქითო ამ რუსებს, ჯარისკაცებს, ვინც იქ ჩადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე და მე რო უქადაგებო, ასე მჯერაო, რომ როგორ ღვთის სიტყვაო, როგორ ვერ მოერევაო მათ. დავიც ღმერთმა უშოროს, მაგრამ ძლივს დავიჭირეთ ეს კაცი, რომ ვიღაცა მოგკლავს და ისევ თუ დაგატყვევეს, ისევ ჩვენი გამოსასყიდი იქნები უკან. მეორე მომენტიც არის ხოლმე, როდესაც ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ აი მე ის გავაკეთე, მე ეს გავაკეთე. მოციქულებმა ყველაფერი შეცვალეს, თავის ჯვარი რო აიღეს. აი ჩვენ ამაზე დავფიქრდებით.
ჩვენ გვჭირს ხოლმე როგორც წესი რომელიმე უკიდურესობა. ან რაღაცას ვაკეთებთ, იმიტომ რომ აი ჩვენ შევცვალოთ და ჩვენ გავაკეთოთ და ჩვენი სახელი ვადიდოთ. ან პირიქით საერთოდ მივიკუჩებით და ვითომ არაფრის გაი ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ ვინ რას გვეკითხება, არც ერთია ხალხო აქედან სწორი და არც მეორე. იმიტომ რომ ყოველ ადამიანში ძალიან დიდი ძალა დევს, ძალიან დიდი მადლი დევს. და მე ბოლო-ბოლო გავიხსენოთ ხალხო უფალმა თავის მოციქულებად, თავის მხარდაგებლებად, ხელი კი არავის არ კრა, მაგრამ ვინ გამოირჩია? რიგითი მეთევზეები, რიგითი ვიღაცა საბაჟოს თანამშრომელი, რიგითი ვიღაცა მუშაკი მიწისა, ჩვეულებრივი ადამიანები, არაფრით გამორჩეულები, ყველაზე უბრალოები. ვინმეს რომ არ ეთქვა, რომ თურმე ქრისტიანობამ და ქრისტიანობის ნათელმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ იქ ვიღაცა მინისტრი, იმპერატორი, ან რა ვიცი მე, მეფე თუ პროკურატორი იყო ამას ჩართული. ერთ-ერთი აუცილებელი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, აი ეს არის, რომ ყოველ ადამიანში თუ მასში უფლის ძალა მოქმედებს და თვითონ უფლის სადიდებლად აკეთებს, რასაც აკეთებს, ყოველ ჩვენგანში იმოქმედებს სული ჭეშმარიტებისა, სული ნუგეშინისმცემელი, სული ნაკვლევანთა აღმავსებელი და სნეულთა მკურნალი, რომელიც ბევრ სიკეთეს შეგვაძლებინებს, თორე ჩვენით, როგორც თავად უფალმა გვითხრა, თვითონვე გვითხრა, ჩემს გარეშე არაფერი არ შეგიძლია. არ უთქვამს ტყუილი, ჩემს გარეშე არაფერი შეგიძლია. რა ერთ გოჯს ვერ მოვიმატებთ და მოვიკლებთ, ერთი თმის ღერს ვერ გავიშავებთ და გავითეთრებთ. ამიტომ ეს ოქროს შუალედი არ უნდა დაგვავიწყდეს. რომ ჩვენ კი ბატონო, უბრალო და უბირი ხალხი ვართ რაღაცით, მაგრამ თუ ჩვენ ღმერთთან ერთად ვართ და თუ ჩვენ მართლა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, არა იმისთვის, რომ თავი გამოვიჩინოთ. რა ახლა ვინ დაგვაჯერებს ჩვენ რომ მოციქულები იმიტომ დადიოდნენ იაპონიიდან ესპანეთამდე, ინდოეთში არ ვკითხულობთ ხო თომა ინდოეთში აწამეს, ის რომში, ის ეთიოპიაში, ის ამისთვის გაიფანტნენ ისინი მთელ მსოფლიოში, რომ თავის სახელის დიდება უნდოდათ? კონცერტებს ატარებდნენ? არა, რა თქმა უნდა, ხო? ისინი აკეთებდნენ ღვთის საქმეს. და ამითი აი ამ ოქროს ზომიერები, არა საკუთარი თავის გამოსაჩენად და არა იმის შიშით, რომ ვაიმე რა მეშველება, არა. მათ შეძლეს ის, რომ შეიცვალა მთელი მსოფლიო და შეიცვალა მთელი სამყარო. ანალოგიურად ჩვენც ხალხო, ჩვენი ვეცადოთ, ჩვენ რაც შეგვიძლია, ვიღაცას 1 შეუძლია, ვიღაცას 10 შეუძლია, ვიღაცას 100 შეუძლია. ყველას აქვს თავისი მაქსიმუმი და მინიმუმი. ვისაც რა შეგვიძლია, ჩვენ ის ვაკეთებთ. უბრალოდ აი ეს ცეცხლი არასოდეს არ ჩავაგდოთ. როგორც აი ნატურებს რომ ვოლფრამის ძაფი აქვს. რკინაა ხო ეს ჩვეულებრივი რკინაა. რკინის თვისება რა არის? რკინის თვისება არის რომ უნდა იყოს მყარი, უნდა იყოს ცივი, უნდა იყოს მოუდრეკელი და ამ შემდეგ. მაგრამ მაშინ რომ შედის ის ძალა, რაც არის ელექტრონი, ხო? რკინა განათებას იწყებს, რატო უნდა ანათებდეს, რომელი რკინა ანათებს? რკინა ხდება თბილი, აღარ არის ცივი. და რიგ შემთხვევებში რკინა ხდება კიდე პლასტიკური და საერთოდ თხევადი, რომ ისხმება ხოლმე კიდევაც რკინა და რაღაც ფორმას იძენს როგორც წყალი. ასე რომ ჩვენს ესევე ვართ, როცა უფლის ძალა შემოდის ჩვენში, უფლის მადლი რო შემოდის ჩვენში, ჩვენ უკვე სხვა რაღაცეების კეთებას ვიწყებთ. როგორც კი ეს მადლი გამოეცლება, ისევ ის რკინა გახდება, რაც მანამდე იყო. და ჩვენს ყველაზე მეტად თუ რამეს უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ ცხოვრებაში, უნდა გაუფრთხილდეთ უფლის მადლს და ჩვენს სწორ სარწმუნოებას. სხვა ყველაფერი შეიძლება მოხდეს ხალხო. უგანსაცდელო ცხოვრება არც ყოფილა ამ დედამიწაზე და მეორედ მოსვლამდე არც იქნება. მაგრამ ნუ დავამატებთ. იმიტომ რომ თვითონ უფალმა თქვა და უფალს ბევრი არა აქვს ესეთი მკაცრი სიტყვა, ნათქვა ჩვენ კაც მოყარე მაცხოვარს. რომ ყოველ დღეს ყოფნის თავის სიბოროტეო და ვაი იმ კაცს ვინც დაუმატებს. ნუ დაუმატებთ კიდე. ჩვენი სიზარმაცით, ან უპასუხისმგებლობით, ან უყურადღებობით, ან სხვა რამე. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხონდებით ჩვენი საქციელებით. ჩვენ მოგვეკითხება ის თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა და რა გავაკეთეთ და რა არ შეგვეძლო გაგეკეთებინა, ან არ უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ.
თუ რაღაცა არის არ უნდა გააკეთო და არ უნდა გააკეთო. ამიტომ ძვირფასებო, ძმებო და დებო, ვეცადოთ ჩვენ რომ ჩვენი სწორი ეკლესიურობით, ჩვენი წირვალოცვის არ გაცდენით, ჩვენი აქაურობაში თუ ჩვენ ცხოვრებაში ჩართულობით ვიყოთ, აი მართლა ვიცოცხლოთ, იმიტომ რომ უფალმა სიცოცხლე მოგცა ჩვენ. ლექსია ერთი თუ არ ვწდები ან მაჭავარიანისა, ან ნიშნიანძისა, აღარ მახსოვს. მთავრდება ეს ლექსი ესე. მიღმით ცხოვრებაზეა ეს ლექსი და მთავრდება ესე რომ რო კვდებიანო ესეთი ადამიანებიო და საფლავში წვებიანო, ვერ მიხვდებიო სხვა ჩაწვა ამათ საფლავშიო თუ ესენი ჩაწვნანო სხვის საფლავში. იმდენად სულ სხვისი ცხოვრებით იცხოვრა ადამიანი. იმდენად რაც მას ღმერთმა დაავალა, რაც მას ღმერთმა გზა გამოუჩინა, ხელი არ უხლია იმ ყველაფრისთვის. შობელი იყო დედა თუ მამა და არ მშობლობდა. შვილი იყო და არ შვილობდა. დედმამიშვილი იყო და არ დედმამიშვილობდა. მრევლი იყო და არ მრევლობდა. მასწავლებელი იყო და არ მასწავლებლობდა. რა ვიცი მე, რაცა ხელოსანი იყო და არ ხელოსნობდა. ადამიანი იყო და არ ადამიანობდა. ამიტომაც ჩვენც ვეცადოთ ხალხო, რომ თუ რაღაცა გვინდა რომ გვერქვას, ის რაღაცა ვიყოთ კიდევაც. და რაც თავარია ერთმანეთს უსურვოთ სიკეთე. ყველა ცოდვილები ვართ ხალხო, მაგრამ სოფლიოს დიდი მოძღვარი ივანე ოქროპირი ესეც ანუგეშო რამეს გვეუბნება რომ ვინმე რომ რამეზე შეგაქებთო, თქვენ ხო იცითო რომ არაფერი ქება თქვენ არ გეკუთვნითო, ჩაიხედეთო ყველა მგულის სიღრმეშიო, მაგრამ ჩხუბი კი არ დაიწყოთო რომ ებიჯო არა ვარ ეგეთი და არა ვარ ეგეთი. ეცადეთო რომ რა თქვენზე თქვენსო, როგორღაც მართლა შეასრულოთ. ვიღაცამ თქვა ბეჯითია, მართლა ბეჯითი იყავი, ვიღაცამ თქვა კაი მარხველია, მართლა მარხველი იყავი. თორე სხვა შემთხვევაში ამერც ამერხო ამბავსაც მოყვები და ამითი დავამთავროთ. ლევანდელი სიტყვა ერთი არაჩვეულებრივი ისტორია აქვს აბა დოროთეს აღწერილი, რომ ერთ ქალაქში ძალიან თავმდაბალი კაცი ცხოვრობდაო, ძალიან თვინიერი და მორჩილი და ძალიან დიდი განცდა ჰქონდა თვისთა ცოდვად. და ერთი კაცი ძალიან დაეჭვდაო, მისი სახელი შორს გავიდა მოკლედ, რომ ესეთი თავმდაბალი და ესეთი საკუთარ ცოდვებზე მგლოვიარე კაცია. სულ განიცდის ყველაფერსო და შორს წავიდა მისი სახელი და სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა ვიღაცა დაინტერესებული კაცი. არიან ხოლმე ესეთ ხოჭაღები და ბეჯითები, რომ ვერ მოისვენებენ და ჩავიდა რომ ნახოს. და ერთი რანაირად არისო, ასე ყველაფერს თუ ეს კაცი მართლა განიცდისო და რამდენად მომთმენიაო მართლა სინამდვილეში. მივიდა უყურა ეს კაცი როგორ ცხოვრობს, რას საქმიანობს, რას აკეთებს და დაუწყო ცოტა ხანში ლანძღვა. რაღაცა რავი თავისთვის ქალაქშივე ცხოვრობს ეს კაცი, მიდის, მოდის, სადღაც კი არ არის მთის წვერზე. დაუწყო ლანძღვა. შენ ხარ მატყუარა და შენ ხარ არა ადამიანი და შენ ხარ გარყვნილი და შენ ხარ არმაცი და ქურდი და გათახსირებული, რა ვიცი, ყველაფერს ეძახის და გამოეკიდა ეს კაცი. ხო და ეს გაიქცა, შეეშინდა. ხო და ეძახის რომ გაჩერდიო, გადაგეხვიო, ყველას ვეუბნები რომ ეგეთი ვარო და არავის არ ჯერაო და ერთი შენ ყოფილხარო შენ ჭკუაზე. მარტო შენ ყოფილხარ ჩემ ჭკუაზეო, რა კაი კაცი ხარო, მაქებენ, მადიდებენ, საწავიდეო, აქამაკო, მიწა აქამაკ, სახლი აქამაკ. ხო და შენ ყოფილხარ ჩემიანი. აი ესეა ხალხო. თუ ადამიანს მართლა ცოდვების განცდა, ხო ის რაღაცეებზე მე მშვიდად ცხოვრობს. იმდენად არ აირევა და იმდენად არ აყირავდება ამ ცხოვრებაში. თორე არის მომენტი, რომ აუ ისეთი თავმდაბალი, ისეთი ასე და უდება ხმა ჩაიგდეო, ისე ეტყვის ვიღაცას მერე გვერდზე, რომ ის თავმდაბლობა თუ ის რაღაცა ისეა სახია და ცოტ-ცოტათი ყველას გვაქვს ალბათ ეგეც. მერტ მაგნას რომ მართლა ცოტა იყოს და სულ არ იყოს და არა ბევრი არ იყოს. ამიტომ ვეცადოთ ხალხო, ვეცადოთ რომ ნამდვილები ვიყოთ. რას უყურებთ იმას ეს წუთისოფელი, რას შემოგთავაზებს? სიყვარული ამას სოფლისა, მტრობა არისო ღვთისა. გვასწავლა წმინდა წერილი. ჩვენ თუ გვინდა რომ ორი ბატონის მონა ვიყოთ, რა ვიცი, ვეცადოთ, ჯერ არავის არ გამოსვლია. თუ თქვით რომ გვინდა ვიყოთ ქრისტიანები და წმინდა ცხოვრების აღმრჩეველნი გვქვია, შეძლებს დაგვარად ხალხო შრომით, მშვიდობით, მშვიდობის ყოფილობით, ადამიანებისადმი
კეთილგანწყობით, ზომიერებით, მოთმინებით, ვეცადოთ რომ მეტი კარგი საქმე ვაკეთოთ. იმიტომ რომ ერთია კარგი სურვილები, ერთია კარგი გულწრფელობა და მეორეა ის რომ ადამიანი ამ ყველაფერს როგორ განავითარებს და როგორ კულტურულად, როგორ ლამაზად განახორციელებს თავის ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან ძვირფასია სამარხო პერიოდი, როგორც სულიერი მოღვაწეობის დრო, როგორც რაღაცის გაზრდის, რაღაცის უკეთესად დაკვირვების და განვითარების პერიოდი. ყველაფერს შეიძლება ვერ გავწვდეთ. უცებ სიზარმაცასაც აჯობო, განკითხვასაც აჯობო, გრძელენასაც აჯობო, თვალდაუჭერლობასაც აჯობო, ყველაფერს აჯობო, არ გამოვა, მაგრამ 1-2 რაღაცა ყველა მარხვაში ავირჩიოთ ხოლმე. მაგალითად, ენის დამოკლება, მაგალითად, ნაკლები ტრაბახი, მაგალითად, ნაკლები ჭამა, ან რაღაცა. ის 1-2 ნამდვილად გავაკეთოთ ხოლმე ყველაზე გულდასმო. და ყოველ მარხვაში რაღაცაში რომ უკეთესად გაამეცადინებ შენ თავს, საბოლოო ჯამში 1 წელიწადში იქნება თუ 2 წელიწადში თუ სანამ უფალი გვაცოცხლებს, ადამიანი ბევრ კარგ რამეს განავითარებს, ბევრი რამით იქნება გაძლიერებული, იმიტომ რომ ის გამოცდილება ხო არ დაგეკარგება. როგორ შეძელი ერთ მარხვაში ვთქვათ, ლოცვასთან ყოფილიყავი ყურადღებიანი, როგორ იმეცადინი ის ხო გაყვება, მე მარხვა რომ მორჩება ლოცვას თავს ხო არ დაანება. მერე მეორე მარხვაში როგორ შეძელი რომ ნაკლებად განკითხველი ყოფილიყავი, გაყვება ის. რაღაცეებს როგორ მოერიე, ის გამოცდილება დაგჭება და თავარი განძი, სულიერი განძი ესაა სულიერი გამოცდილება. და არა რამე ქვები და ნივთები და რაღაცეები. მერთვა დაგლოცოთ ძვირფასებო, მერთვა გაგაძლიეროთ. ასე რომ თუნდაც ვიღაცამ გაგვამწყოს ბევრი მაინდა-მაინც არ ვინერვიულოთ, იმიტომ რომ ჩვენიანი ყოფილა და დანარჩენი ვეცადოთ ნაკლები ვიყოთ გასალანძღები. დალოცვილები ვიყავით, გახარებულები ვიყავით, ჯანმრთელები ვიყავით, სულითა დახორცით და აგაშენოთ და დაგიფაროთ უფალმა. ახლა ყველა მეთქვიოთ ჯვარს, დავირიგოთ ცეფისკვერი, ჩვენც რამოდენიმე წუთი გვინდა სანამ მოვწესრიგდებით, გავშლით ყველაფერს, გადავეწყობით, დიდი დრო არა ალბათ 15 წუთი, მეტიც არა. სამადლობელი წაიკითხება მანამდე, ნუ ვიხმაურებთ, ეს ძალიან დიდი უწესობა გვაქვს, რომ სამადლობელს არ უსმენ. გავიხსენოთ ხალხო რა, გავიხსენოთ. თუ არ უნდა ვინმეს მოსმენა და თვითონ ურჩევნია წაიკითხოს, წავიდეს წაიკითხოს. არ ვინ უშლის. მაგრამ ტირთულობენ ხოლმე ამას ჩვენი მედავითნეები, ვინც არის იმ დღეს მკითხველი, რომ წაიკითხონ ხოლმე ყველასთვის მოსასმენად სამადლობელი. და არ დაგვავიწყდეს, გავიხსენოთ. ერთ-ერთი განმარტებით იუდა რატო დაეცა? საბოლოოდ რატო დაეცა, თორე ჭიაკი ყავდა უკვე. გაჩენილი. მადლობა არ მოიხადაო, როდესაც ქრისტემ მას ფეხი დაბანა და როდესაც ქრისტემ მას წმინდა ზიარება მისცა დიდ ხუჩაბადს. არ დაგვავიწყდეს ხალხო, აი შიში არ დაგვავიწყდეს. იმიტომ რომ დასაბამის სიბნისა არის შიში ღვთის. რო ვეზიარეთ დღეს და თქვენი უმრავლესობა დღეს ეზიარა, სამადლობელი აქვე იკითხება და ამ სამადლობელს მოусმინოთ. მარტო ჩემ მოსასმენად არ იკითხება და მარტო მედავითნის მოსასმენადთან გასაწვალება. ყველასთვის იკითხება და აქ ისეთი ალიაკუთია ხოლმე, გეგონება სეფისკვერის დაყოლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უფლისათვის მადლობის გადახდა. ძალიან გთხოვთ, ვიყოთ კულტურულები და ტაქტიანები. სულ არ იყოს სეფისკვერი დასარიგებელი, აფერი დაშავდებით. მაგრამ ამის საუკითხველობით და მოусმენლობით ნამდვილად ჩავდებით. გაიხარეთ, გაძლიერდით და მაგრები იყავით ძვირფასებო და ხართ კიდეც. მივლაგდებით, მოვლაგდებით, გადავეწყობით და დავიწყებთ მერე უკვე ზეთის კურთხევას და დასაწყისში იმასაც აგიხსნით, ვინ რა როგორ უნდა გააკეთოთ. ვისაც კურთხევა აქვს საკუთარი მოძღვრისგან ან აკრძალული არა აქვს, რა თქმა უნდა, რომ ზეთი იწყოს, შეუძლია დაესწროს მსახურებას, ის შეიძლება იყოს ჩვენი ტაძრისპრეული არანა, რა მნიშვნელობა აქვს, ერთი ეკლესია ვართ და მიიღოს ზეთის კურთხევაში მონაწილეობა. ჩვენთან არის ღმერთი.